საღამომშვიდობისა ლოტო სპარგლებში გიერთდებით რუსთავი ორზე რა თქმა უნდა თაკო და ზურა იმისთვის რომ მივახციოთ ძალიან დიდ გამარჯვებებს. დადგეს ეს გამარჯვება და დადგეს დღეს ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენ ამის და იმ ადამიანებმა ვინც შეიძინეთ უკვე ლოტო 642-ის ბილეთები მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იმედის ნაპერწკალი გაქვთ თქვენს. თავარია რომ ხელში ბილეთები იყოს ახლა და მობილიზება იმისთვის რომ შემდეგ იღბალმა თავისი ქნას. რას ვათამაშებთო? ვათამაშებთ კარგ თანხებს, სოლიდურ, მსხვილ, მიმზიდველ თანხებს, ისეც როგორიც არის ჩვენი დიდებული ჯეკპოტი და რომელიც გაცდა უკვე 9 მილიონ დოლარს. ზუსტად რამდენი შეადგენს? 547,143 ლარს იმდენი ვიხუმრეთ სანამ ეთერში შევიდოდით რომ აი ზუსტად ვიცი რომ რამდენითაც ვკითხე და კი დავიწყეთ ასე. და მეორე საპრიზო კატეგორიაც აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა. აბა ამჯერად მაინც 227,000 ლარია მეორე საპრიზო კატეგორია. იმედია რომ აი ესე კარგ განწყობით დავამთავრებთ ჩვენს კომუნიკაციას და რაც თავარია თქვენ გქონდეთ ესეთივე კარგი განწყობა, როდესაც უკვე მოვრჩებით და გამოჩნდება შედეგები და იმედია რომ შედეგები იქნება ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ამის 791 ტირაჟი არის დღეს. გადავინაცვლოთ მოდი ჩვენი იღბლიანი ღილაკისკენ. 3 2 1 და ჩამოვყაროთ ჩვენი მომგებიანი ბურთები. ნახოთ დღეს როგორი ციფრების კომბინაცია იქნება და დაემთხვევა თუ არა ეს თქვენს მიერ შევსებულ რიცხვებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამის. 6-იანმა გახსნა დღევანდელი გათამაშება. და მეორე მომგებიანი ბურთიც წამოგვეწია ისევ ყვითელი ფერის ამ შემთხვევაში 42. და ვნახოთ რა შემოგთავაზებს მესამე მომგებიან ბურთად და ის გახლავთ ნომერი 8. 8-ც წამოგვეწია და საინტერესოა მეოთხე მომგებიანი ბურთი რა იქნება 31 არის მეოთხე მომგებიანი ბურთი და მეხუთე მომგებიანი ბურთი ლიდერობენ შეიძლება ითქვას. ვერ მოგართვით ყვითლებო წითელიც უნდა შემოგიერთდეთო და ორიანი შემოგვიერთდა ამასობაში და მეექვსე მომგებიანი ბურთი დაგვრჩა. მეექვსე ბურთი ნიშნავს იმას რომ ისო ყვითელი მეექვსეც გაქვთ მაშინ ძალიან კარგ ამბავში ყოფილხართ, რომელსაც მალე გავიგებთ. 28 გახლავთ მეექვსე მომგებიანი ბურთი და ბონუსიც უკვე ადგილზეა 25 გახლავთ ბონუს რიცხვი. მოდი გადავიმეოროთ ციფრები კიდევ ერთხელ დავიწყოთ 6-ით 42 8-ით გავაგრძელოთ 31 2 28 და ბონუს რიცხვი გახლავთ 25. პირველ რიგში ყველას წარმატება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ეს ის რიცხვებია რომელზეც თქვენ ასე ვთქვათ შეაყოვნეთ თქვენი არჩევანი, მოხაზეთ ისინი თქვენს ბილეთებში და ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ძალიან მალე გავარკვევთ მათ შემდეგ რაც გამოჩნდება შედეგები. მაგრამ ნეტო სად მოხაზეს ლოტო 642-ის მოთამაშეებმა? იცით რა არის თქვენ რამოდენიმე საშუალება გაქვთ? იმენი ალტერნატიული საშუალება ამის რომ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარი არის რომ შეიძინოთ ბილეთები და რა გზებით უკვე ზურა გვეტყვის ამ ერთ-ერთი ეს გახლავთ ლოტო.g სახლიდან გაუსვლელად, ასევე სერვის ცენტრები, რომელიც განთავსებულია ყველა დიდ სავაჭრო მოლში და მთელი საქართველოს მასშტაბით შეგხვდებათ ლოტოს ჯიხურები, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაცია ადგილზე შეავსოთ და შემდეგ უკვე დაელოდოთ თქვენს იღბალს. იღბალს ველოდებით ახლაც, ჩვენ ძალიან მალე აი აქ გამოგვიჩნდება შედეგები და გავარკვევთ თუ გყავს დღეს გამარჯვებულები და რამდენი გამარჯვებული გყავს ზოგადად. ძალიან კარგი თანხაა 10 მილიონზე მეტი. ჩვენ მესამე საპრიზო კატეგორია გავათამაშეთ. კარგი დიდი თანხა იყო 10,000 ლარზე მეტი. და ჯეკპოტი იცით რომ კვირიდან კვირამდე არის მზარდი ეს საპრიზო ფონდები და ეს იმას ნიშნავს რომ ეს საპრიზო გაზრდილი ფონდები შესაძლოა რომ სწორედ თქვენ ხელში აღმოჩნდეს. მოდი ვნახოთ შედეგები ეკრანზე. მეოთხე კატეგორიაში გავათამაშეთ 1,302 ლარი. ორმა ადამიანმა გაინაწილა ეს თანხა 651 ლარი შეადგენს მოგება ბილეთზე. მეხუთე მეექვსე საპრიზო კატეგორიებით გათამაშდა დღეისთვის, მაგრამ ხელუხლებელი დაგვრჩა ჯეკპოტი და მეორე საპრიზო კატეგორიაც. მესამე სხვათა შორის, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილი დაგხვდება შემდეგ გათამაშებაზე, ასე რომ არ დაივიწყოთ პარასკევისთვის ერთი ბილეთის ყიდვა მაინც რა იცით, იქნებ ახლა თქვენი ჯერია, იქნებ ახლა თქვენ გაკითხავთ იღბალი.
აბა იღბლიან და ბედნიერ საღამოს გისურვებთ. დროებით პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს.